იუმორისტი გიორგი აფციაური, რომელიც მაყურებელმა საქართველოს პრეზიდენტის პაროდიით გაიცნო ვანო ჯავახიშვილის მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს, როგორც მსახიობი აცხადებს, ჯავახიშვილმა მის პაროდიას ტაბუ დაადო. პაროდისტმა დღეს პრესკონფერენცია პროფკავშირებში გამართა და განაცხადა, რომ მისი როლი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიბლოკა. აფციაური აცხადებს, რომ ამის შემდეგ მან საკუთარი გადაცემაც გააკეთა, თუმცა სარედაქციო თავისუფლება იქაც შეეზღუდა, რაც საბოლოოდ მისი არხიდან წასვლის მიზეზი გახდა. იუმორისტი ირწმუნება, რომ მის გარდა რთული სამუშაო პირობები სხვა მსახიობებსაც შეექმნა, მათ შორის ნიკა გრიგოლიას, რომელსაც აფციაურის განცხადებით ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბრალდებებს უარყოფს ვანო ჯავახიშვილი და აცხადებს, რომ აფციაურს ხალხისთვის თავის შესწენებას სურს და სამსახურიდან ის თავისი სურვილით წავიდა. უბრალოდ წევრი აღარ იყო და არ ქონდა არანაირი უფლება მისი დაბლოკვის იყოს ეთერში და რა არ უნდა იყოს. ჯავახიშვილმა თქვენი შოუს ჩაწერის დროს შეგახსენეთ, რომ ეს გახდათ ჩემი საავტორო პროექტი. მითხრა, რომ პრეზიდენტის პაროდიას ტაბუ დაედო და მე ის აღარ უნდა გავეკეთებინა. ეს არის სექტა, რომელიც ადამიანების ტვინებში ღიმილ და სიცილით აღწევს და ანაგვიანებს უბრალოდ. მაგრამ ამ სამსახურში არიან ადამიანები, ვინც რა თქმა უნდა დიდ პატივისცემას იმსახურებს ჩემი მხრიდან, არ არიან ამ სექტის ნაწილი და მე მათ მოუწოდებ, რომ დროზე გაემიჯნონ ამ აურზაურს. როდესაც ის ჩვენი გუნდიდან წავიდა გიორგი, ხო, ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მიშას პაროდიის ახალი პაროდისტის ძებნა. მაშინ რატო დავბლოკავდით თუ ახლის ძებნას? ძალიან ბევრი კასტინგი ჩავატარეთ, ბევრი არ მოგვეწონა და ბოლოს აღმოაჩინეთ ქართლოსი ნატროშვილი, რომელიც ძალიან კარგად აკეთებს მიშას პაროდიას და აი ამ პაროდიის წამოწევის ზემოთ მე უცებ გაუჩნდა ესეთი აზრი, რომ პირდაპირ დაპირისპირება მოეხდინა ჩვენი გუნდის მიმართ.